ეს რომ ყველაფერს ნულიდან იწყებდე, შეცვლიდი რამე ეს როგორ წახვიდოდი რა სიზამდი? არა, ისევ ყოველ ახალ კომპანიას ნულიდან ვიწყებთ და ანუ რასაც შევცვლიდი წინაზე, იმას ვითვალისწინებ ახალზე და ესე რო თქვა, რომ იქ რამე სხვანაირად გავაკეთებდით, უკვე ტოსტიზე გავაკეთეთ ეგრევე მაგალითად რა. ბიზნეს მოდელს რაც შეეხება მაგალითად მაღაზიებში რო არ უნდა შეხვიდე ჯერ ონლაინ დამკვიდრდე, იმიტომ რომ მაღაზიები ხო ფულს გიჩერებენ რა, თვენახევარი გიძვირებენ პროდუქტს და შენ რომ მიაწოდო ონლაინ ბევრად უფრო იაფი უჯდება მომხმარებელს, უფრო უკეთეს ფასად ყიდულობს, ვიდრე მაღაზიაში რო იყიდოს. პლუს ბევრად უფრო ახალია, მაგალითად ჩვენ რო ვაგზავნით ახლა ტოსტის, ფაქტობრივად თბილი მიდის ხშირად რა მომხმარებელთან და ანუ არომატი აქვს, ფაქტობრივად ახლად დამზადებულია და მაღაზიაში რო დევს, 2 კვირა, 3 კვირა, ანუ ვაფშე სხვა რამე არის რა. პლუს ხო აი თვენახევარის ფულის გაჩერება, ვერ დასკეილდები ხა. 200 მაღაზიაში რო შედიხარ მაგალითად რა 200-ში უნდა შეიტანო, ანუ შენი ჯიბიდან უნდა დააფინანსო, იმიტომ რომ ფულს არ გიხდიან, გაყიდიან, კიდე უნდა შეიტანო, გაყიდიან, კიდე უნდა შეიტანო და ანუ ვერ იზრდები რა, ანუ ერთ ადგილას ფუქსაობ და მაგან შეაჩერა ძალიან სნეკი და ტოსტიზე პირიქით გავაკეთეთ, ონლაინ დამკვირდით, cash flow მოგება და brand awareness გავზარდეთ და მერე დავიწყეთ მაღაზიებში შესვლა რა, ძირითადად მაგას ვუყურებ. შენი აზრით 2026-ში რა იქნება აი ჩიტ კოდი იცი რისი ბიზნესში წარმატების მიღწევის, იმიტომ რომ აი ხელოვნური ინტელექტი შემოვიდა, სოციალური ქსელებიც კიდევ უფრო პოპულარულია და აი ბიზნესები ძალიან კარგად შემოვიდა, დაინტერესდნენ რა ბიზნესებიც ამ ყველაფრით და აი უამრავ ინოვაციები და საინტერესო რაღაცები შემოვიდა და შენი აზრით აი წარმატებული ბიზნესისთვის აი რა იქნება 2026-ში ტრენდი არ მინდა დავარქვე, იმიტომ რომ არ ეთანხმები ბევრი მასე, მაგრამ აი თავარი ჩიტ კოდი რა, ასე რომ ვთქვათ, წარმატებისთვის. ანუ კიდევ ერთხელ მართლა მაგას ვამბობ, ანუ უბრალოდ რომ ყველამ რო გაიგოს თავარი ჩიტ კოდი რა არის, ანუ ჩიტ კოდი აღარ გამოდის, იმიტომ რომ ყველა იყენებს და აღარ მუშაობს, ანუ პარადოქსული არის. თავარი ჩიტ კოდი ეგ არის, რომ იპოვო შენთვის უნიკალური პროდუქტი, რომელშიც კონკურენტი არ გეყოლება რა და ბაზარიზე იქნება მოთხოვნა, ბაზარი თავზე product market fit ეძახიან რა, აი კონკრეტულ მომენტში რომ ბაზარი იმ პროდუქტს ითხოვს რა, დრო არის უკვე მაგ პროდუქტის რა და მაგის გაკეთება პროსტა რომ დაჭდე და ბრეინსტორმინგო 1-2 კვირა 100 პროდუქტი დია რომ ჩამოწერო და მე უბრალოდ რომ მიყვე და $5 ტესტო რა, ანუ უბრალოდ ის არის სტატისტიკურად შეუძლებელი არის რომ პირველ 10-ში არ გავარდეს ერთი მაინც რა და ჩიტ კოდი ეგ არის მუდმივი ტესტირება და უნიკალური პროდუქტის პოვნა, რისი ნიშაც ჯერ არ არსებობს, რისი ნიშაც შეგვიძლია შევქმნათ, გავზარდოთ და დავეპატრონოთ, ან მონოპოლისტები ვიყოთ რა. თუ ნიშა არ არსებობს და ვქმნით, გამოდის რომ თუ გადავრჩით და ვიცით რას ვაკეთებთ, გრძელვადიან პერიოდში ვიქნებით მონოპოლისტები რა და იქნება უაზროდ მომგებიანი კომპანია. და ეგ არის რა, ტრენდებს ვარიდოთ თავი და უნიკალური ნიშა მოვზებნოთ რა, არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება. თავი ჩვენი სერვისი იყოს ამ პროდუქტი, რაც ჩვენ ვიყენებთ რა, ჩვენი პრობლემა მოვაგვაროთ. თუ ჩვენ პრობლემას მოვაგვარებ, გარანტია შემიძლია ვთქვა, რომ ეგეთი უნიკალური არ ვარ და მილიონი ადამიანი არის იგივე პრობლემით, რაც მე მოვიგვარე რა და მათ შევთავაზებ იგივე პრობლემის მოგვარებას მათი ფულის სანაცვლოდ ეგ არის და ეგ რა. მომენტი არ გქონია რომ აი მოტივაცია დაგეკარგა უკვე ყველაფრის კეთების და ასე. მოტივაცია გეკარგება ყოველდღე, მოტივაციის იმედად ვერ იქნები რა. ახლა მოტივაცია რო დაგეკარგება, მაგის გამო არის პირობითად კბილები მაინც უნდა გაიხეხო რა. ახლა იმის მიუხედავად მოტივაცია გეკარგება თუ არ უნდა ივარჯიშე რაღაცები არის რა. მოტივაციაზე არ არის დამოკიდებული. სამსახურში რომ მიხვიდე მოტივაცია დამეკარგაო, რავი გეტყვიან რომ კაი, მაშინ თუ შეიძლება დატოვე და ისე სახში არ კონდეს მოტივაცია. არ აქვს მნიშვნელობა მაგას რა. დისციპლინაზე არის და არა მოტივაციაზე. მოტივაცია მოდის მიდის. და დისციპლინას როგორ ინარჩუნებ რა არის აი ფოკუსი რომ მე ეს უნდა გავაკეთო, აი როგორ ინარჩუნებ ხოლმე ზოგჯერ ხო რთულია მოტივაცია როცა არ გაქვს და აი დისციპლინაზე ხარ ორიენტირებული, აი როგორ იძლიერებ ამ დისციპლინას, აი როგორ იძლიერებ რა, ეხლა ალტერნატივა რა არის რომ ანუ ის ვიყო, ანუ უფულოთ და სევდიანი, ანუ ეხლა რომ რაღაცა მეზარება, მაგის შედეგი იმდენად ნათლად ვიცი რომ არის გრძელვადიან პერიოდში უბედურება, პირდაპირ გაგებით ეგრეა რა, თუ რაღაც გეზარება და არ აკეთებ, გრძელვადიან პერიოდში ნელა უბედური ხდები რა და მაგის მაგივრად, ანუ იმდენად შეუსაბამო არის ცუდი ეფექტი, რაც მაგის გამო მივიღებ და ამის დისკომფორტი, რომ ხო ეხა რავი, ჯანდაბას რა, მაინც გავაკეთე. ანუ იმის მეშინია რეალურად რა და მაგითო მაიზულებს რომ ეს გავაკეთო რა. ძალიან საინტერესო რაღაცა თქვი. და ისე ეგეთ დროს სირთულებს როცა აწყდები ხოლმე და რაღაცა გააქვს რამე ფრაზა როცა სულ ახსენებ შენს თავს, აი მაგალითად ფრაზა რომელმაც თავიდან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე და აი ეს არის ყოველთვის იგივე what it would look like if it was easy, ან მარტივი რო იყოს
როგორი იქნებოდა, ან როგორ გავაკეთებდი რა და ხშირად არის ყოველთვის ეგრე. უაზროდ ირთულებ ხოლმე რაღაც დამატებითი იდეებით ან პროცესებით რა. საქმეს და მაგ კითხვას რო სვავ, აი სუპერ მარტივი რა, შეიძლება იდიოტურად ჟღერდეს, მაგრამ როგორც ექსპერიმენტი, რო დაფიქრდები მაგას, ერთი 10 ჯერ უფრო მარტივად გაკეთების შესაძლებლობას პოულობ. მაგალითად, გირების იმაზე რა, დიზაინზე მაგალითად, უნდა თუ არა შეგნით ის მავთული აღმოჩნდა, რომ ვაფშე არ უნდა, მე კიდე რა შეიძლება გამოვაკლოთ, განსხვავებული ფიბრა ის რო გამოვაკლოთ, ანუ რაც შეიძლება რომ გამოვაკლო პროცესს დიზაინს ან არ აქვს მნიშვნელობა რაც იქნება რა ხშირ შემთხვევაში ტოვებს იდეალურ პროდუქტს რა იმის მიუხედავად რომ თავიდან სიგიჟე გეგონა რა და მაგ კითხვას რომ სვავ ის რაღაცეები რაც გეგონა თავიდან აუცილებელი წინაპირობა რა ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდება პროსტ დროს კაგარგვინებდა და ვაფშე არ იყო რა საჭირო რა და გითავისუფლებს დროს და უზარმაზარ ფულს ანუ როგორი იქნებოდა მარტივად რომ გამოდიოდეს რა იმაგას დასვა ყველა პრობლემაზე, ან 90% შემთხვევაში მუშაობს რა. ისე ეგ კაი რაღაცა თქვი. როცა ბიზნეს ვიწყებთ ხოლმე ან რაღაცას ვაკეთებთ, ყოველთვის აი გვინდა რომ აი იდეალური პროდუქტი შევქმნათ რა, რომ აი იდეალურად გამოიყურებოდეს. ანუ არ არის მთავარი რომ რაღაცა მაგაზე ის გამოთქმა არის, რომ თუ შენი პროდუქტის არ გწვენია რა, რომ დალანჩავ გამოდის, რომ ძალიან ზღვიან გამოვიშვი რა. წარმოდგენა არ გაქვს როგორი უნდა იყოს შენი პროდუქტი და მოხმარებლებს რა უნდათ თავდაპირველად რა და გამოდის რაც შეიძლება სწრაფად გაუშვი რომ ნახო მუშაობს თუ არ მუშაობს თუ მუშაობს რა არის შეცვლილი თუ არ მუშაობს რა არის შეცვლილი რა რაც შეიძლება სწრაფად ანუ ხო ეგ არის მოკლედ თუ არ გწვენია ჩვენი პროდუქტის როცა გაყიდვას ვიწყებთ გამოდის რომ ძალიან დავაგვიანეთ რა მის გაყიდვის დაწყება რა